ლაპარაკე? ერთი გესმის? ჩემს არა პრობლემა. მოიცა კითხე აბა სიხშირეზე. კარგათაა ყველაფერი. სიგნალი მოგდით ხო ლაშა? კაი, შენ რომ მეტყვი დაიწყე, მეტყვი და დაიწყე. ხმა გვაქვს, ჩვენთან არის კამერაში არ. 1-1-1-2-1-2-3 ისმის? 1-1 ზვიად ხმა არ არისო, გასო. არის და არა. არის ჩვენთან მოგდით. კაი. დაილაპარაკე? 1-1-1. კი, არის ხო. კაი, ეხა მივიდეთ. კაი. ცოტა აწიე მიკროფონი და მიკროფონს გამოვაჩენ თუ გინდა. მიკროფონები აწიეთ. დაიწყოს. კაი. დღეს 21 საათსა და 50 წუთზე დაფიქსირდა გარდაცვალება პაციენტის, რომელიც 8 აპრილსიდან იწვა ჩვენ კლინიკაში. გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს რეანიმაციაში, 13-დან გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. და დღეს სამწუხაროდ დაფიქსირდა გარდაცვალება. ამ პაციენტს აღენიშნებოდა ასევე თანხლები და ავადებები კორონავირუსთან ერთად. ეს არის შაქრიანი დიაბეტი, პულსის არხთა უკმარისობა, ასევე აღენიშნებოდა აბსცესები და სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ, რომ გადაგვერჩით. ბატონო, დეტალები რო გითხრათ, რა ასეთ ეს არის ბატონია? რომელ კლასტერს უკავშირდება? უკავშირდებოდა. დიახ, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ასაკი არის 70 წლის ზევით. და რამდენი ხანია რაც კლინიკაშია მოთავსებული? 8 აპრილს მოთავსდა კლინიკაში, 13 აპრილიდან იყო მართვით სუნთქვაზე გადაყვანილი. და ეს ფატალური შედეგი რამდენი ხნის წინ დადგა? 21 საათსა და 50 წუთზე დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება. და სხვა პაციენტების მდგომარეობაც რო გითხრათ ბატონო ლევან? სხვა პაციენტების მდგომარეობა ფაქტიურად დილისმიერი არ შეცვლილა, ერთი არის მართვით სუნთქვაზე, რამდენიმე არის შედარებით მძიმე პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში გადის მკურნალობას, რეანიმაციულ განყოფილებაში. ნაწილ პაციენტებს აღენიშნებათ პნევმონია, რამდენიმეს ვამზადებთ გასაწერად. დღეს 3 პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გამოჯანმრთელებით, ხოლო რამდენიმეს ამ დღეებში ველოდებით კიდევ გაწერეს. ბატონო, როგორ მოხდება სპეციალური თუ გაქვთ სპეციალური კალათა ამისთვის, როგორ მოხდება დასაქმება და არის თუ არა ინფორმაცია ოჯახი ამის შესახებ? ოჯახს არის სპეციალური ცხელი ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან სპეციალურად გამოყოფილი პირი, რომელიც ოჯახს დაუკავშირდება, რაც შეეხება პროტოკოლის მიხედვით გვამის გადასვენებას, უკვე სასწრაფო დახმარება მოგვაწოდა სპეციალური ცელოფნები, მოხდება გვამის დამუშავება სპეციალური ხსნარით, სადეზინფექციო ხსნარით, შემდეგ ორ ცელოფანში იდება მიცვალებული და ასე ხდება მისი ტრანსპორტირება და დასაფლავება შექმნა. კარგი. კი, მოვჭით, ეთერიდან გამოსულებოდ. მადლობა ბატონო. ხო, კადრი რა.